მონღოლები რომ მოდიან, მათ მოყვებათ ერთი ძველი ქართული საგვარეულოს წარმომადგენელი. ეს არის დიახ, ეს არის ტარსაი ჯორბელი. საქმე იმაშია, რომ ორბელთა აჯანყების მერე, როდესაც ორბელები დაემცრნენ, მათი ადგილი დაიკავეს ხარგზელებმა. ზუსტად მათი ადგილი, მათი პოზიცია, მათი გავლენა და ავაგმა ეთყობა ეს ჩათვალა, რომ ეხლა მე თუ დავმარცხდი, არა მარტო დავმარცხდები, არამედ ის ორბელი გაიმარჯვებს და ჩემს მთელ საგვარეულოს საფრთხე ემუქრება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის გადასვლა მათ მხარეს. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც მთავარსარდალი გადადის მონღოლების მხარეს, მას ხვებმა მიბაძეს და პრინციპში არავინ აღმოსავლეთ საქართველოში არ იბრძოლა. როგორც კი რუსეთმა გაიგო, რომ მონღოლები მოდიან, თბილისი დატოვა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თბილისის ციხის თავს უბრძანა, რომ ქალაქი გადაწვიო, ოღონდ ისე გადაწვაო, რომ სამეფო სასახლე არ დაწვაო. სამეფო სასახლე სავარაუდოდ მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, იქ სადაც დღეს არის მეტეხის ტაძარი, აი მეტეხის ტაძრის გაყოლებაზე დღეს სადაც აი ეს აივნიანი სახლებია, აი სადღაც იქ მდებარეობდა როგორც ჩვენ სამეფო სასახლე. ციხისთავი არის მუხა-მუხაზე, რომელმაც მეფის ბრძანება შეასრულა, ქალაქი გადაწვა, მათ შორის სამეფო სასახლეც. ერთადერთი პიროვნება, რომელმაც სამხრეთ საქართველოში გაუწია წინააღმდეგობა მონღოლებს, ეს იყო ივანე ყვარყვარე ციხისჯარელი ჯაყელი.